Თქვენ საკმაოდ დიდი ქორწილი გქონდათ. კი. ჩვენს გქონდა საშუალო ხო დიდი, სადაც იქნებოდა 900,000. რამდენი? 900-მდე ადამიანი იქნებოდა. ეგ ჩვენთან ძალიან დიდია. ახლა სამეგრელოში იციან ჩვენ 700 და აჭარაშიც. აღარ იცი. ინდოეთში აი მე თუ ანუ ქორწილი გვაქვს აქში და ვინმეს რო ვიცნობ პროსტა 1-2ჯერ მელაპარაკია და ესე ვიცნობს. უნდა დაპატიჟო. თუ არა იმ ცხოვრებაში იმ ადამიანს მეორედ რო ნახავს ის პირდაპირ მეთქვი. ოხცხვირის ჩამოშვა მაგის გამო ჩვენთანაც იციან ხოლმე. კი. ძალიან რთული მომენტია ქორწილის დასაპატიჟებელი ხალხის სიის შედგენა. სია რო წერს ხო? აუ ძალიან რთულია რომ ის არ გამო იმას თუ უთხარი იმას აუცილებლად უნდა მაგრამ იმასაც თუ მე ის როგორ უნდა დატოვო და კი ადიხან ჩვენთან სოფელში იციან თელი სოფელის ისა არავინ არ დარჩება. სოფელშია ქორწილი. ყველა სახლიდან ერთი ადამიანი მაინც მინიმალურად ერთი ადამიანი. ანუ თითო კარიდან ერთი ადამიანი და საქორწილო საჩუქარი მოაქვს თუმარს? კი. ყველას ხო? ფული. ყველას აქვს, ანუ გოგოს თუ ქორწილში თუ მიდის აუცილებლად ფული. აქ როგორც ადამიანი რო გარდაიცვალება. ხო წერენ რაღაცა 100 ლარი, 200 ლარი იგას. ეს გოგოს ქორწილში თუ მიდიხარ, ესე უნდა წააწერინო. იმიტომ იცი რატო? ნახე ტრადიციებმა რა თანაბრად რო იყო მამა გოგოს მამას აქვს ბევრი ხარჯი, იმიტომ ბევრი უნდა დახარჯო ქორწილში. ეხმარება თელი სოფელი. დევს ფული. რო ადვილი იყო მაგისთვის. და ბიჭის ქორწილში გოგოს მამას უფრო მეტი ხარჯია. ხო, ბიჭის მამას ეს ხარჯია მარტო თავისი მეგობრები, ვინც არიან ნაცნობია, მაგის ერთი დღე მაგისთვის უნდა აჭამო. და გოგოს მამას ის ხარჯიც არის, რომ უნდა გაატანო კიდე ეს. ზითვები. მანქანა თუ დასაწმელია თუ თლიანი სამზარეულოა, შიგნით დასაწმელია და თუ ანუ აწყობს თავიდან ბოლომდე ერთი ახალი სახლი გოგოსთვის.